მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი სიყვარულით. აბა როგორ ხართ ამ სიცხეში, როგორ გრძნობთ თავს? მე ძალიან მიჭირს სიცხეში ყოფნა და ვინატრებდი და ვისურვებდი სადმე მთაში წასვლას ცოტა ხნით. მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დოდი წავიდა და მომიწია სოფლიდან წამოს. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ხართ, რა შვებით? როგორ უძლებთ, როგორ მკლავდებით ამ სიცხეს? სად ხართ წასული დასასვენებლად? თუ ხართ საერთოდ სადმე, თუ ჩემსავით ქალაქში ხრუკებით. მთაში კარგი იყო ძალიან დასვენება რამოდენიმე ხნით, მაგრამ როგორც ვთქვით, მე და დოდონა ერთად ვისვენებდით და რაღაცა მიზეზების გამო მოუწია დოდონას თბილისში წასვლა. ხო და დავრჩი მარტო, ამიტომ დავბრუნდი ქალაქში, მეც სამსახურის გამო დიდხანს მაინც ვერ გჭირდებოდი ვერსად და ძალიან სიცხეში მიწევს ახლა აქ ყოფნა. თქვენ რა შვებით, აბა როგორ ხართ? თუ აქტიურობთ, რა ვიცი. ისე რომ გითხრათ სიმართლე, გონცას გარეშე, ანუ დოდონას გარეშე სადმე წასვლა ძალიან არაკომფორტულია, იმიტომ რომ მარტო მაინც ვერსად ვერ გაერთობი ისე, უბრალოდ ყავის დალევაც, ყავის დალევის დროს საუბარი და ვერთობით უმაღლეს დონეზე. ბებოსაც ცოტას ვამხიარულებთ, მაგრამ ეხლა ჩვენი ბებოც ამჟამად თბილისში იმყოფება ამ გაუსაძლის სიცხეებში და რა ვიცი, იმედია მომავალ ზაფხულამდე როგორმე გავძლებ დოდონას გარეშე, რომ მე ისევ ერთად ვიყოთ. თქვენ როგორ ხართ? აბა ადევნებთ თვალს ჩემს ვიდეოებს, იმედია მოგწონთ და რას ისურვებდით, აბა დამიწერეთ კომენტარებში, როგორი ტიპის ვიდეოები შემოგთავაზოთ. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს თითოეული ჩემი გამომწერი, თითოეული ჩემი მაყურებელი, მსმენელი და აი დოდონას მიმდევრები, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დოდონასგან გამიცნო ხალხმა. მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში, რაც კი არსებობს და ჯანმრთელები იყავით, ბედნიერები იყავით და ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა კარგი ადამიანები. მიყვარხართ გულში, მე შემოგიერთდებით კიდევ, არ დაგიკარგებით ნამდვილად და ვეცდები, რომ აი ძალიან მალე გავაკეთო ჩანაწერი, მოგესალმოთ, მოგიკითხოთ თბილად, დიდი სიყვარულით და ახალი რამე შემოგთავაზოთ, სიახლე შემიძლია ბევრი რამის გაკეთება და ვფიქრობ, საიდან დავიწყო, მაგრამ ამ სიცხეში რატომღაც მაგისი არც ხალისი მაქვს, არც ნერვები, არც თავი და არც სურვილი. ამ ეტაპზე ცოტა სიცხეების გამო ვერ ვახერხებ ვერაფერს და არ მიწყინოთ ჩემო ძვირფასებო. კოცნით, მალე დაგიბრუნდებით.